საბოლოო ჯამში კობახიძემ აღიარა, რატო არ აძლევენ მედიკამენტებს ბავშვებს. ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და გაიგებთ აბსოლუტურად ყველაფერს. რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ეს თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება 50 მილიონი თუ 60 მილიონი. ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ გადასახადის გადამხდელების მიმართ. სანამ მოგასმენინებთ, რას ამბობდნენ აქამდე, სანამ ეს კობახიძის ბრიფინგი იქნებოდა, იქამდე გეტყვით, რომ მილიონი რაღაც შეიძლება მოვიყვანოთ ის მაგალითად, რომ ფულს, ხალხის ფულს ხარჯავენ ისე, რომ ხალხს ასკი ეკითხებიან და სულ არ აინტერესებთ ვისია იქ ფული. ჯარიმების ამბით რომ იღებენ ხოლმე და იღებენ ამ ფულს. როდესმე თქვენთვის უკითხავთ, რაციონალური და სწორი არის თუ არა რაღაცაში მაგ ფულს გამოყენება, მაგრამ მოდი გავიხსენოთ რა თქვენს დავიდან. ამ დრომდე ამ მედიკამენტებიდან არც ერთს ევროპული არც ერთი სახელმწიფო პრაქტიკულად არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს და სახელმწიფო პროგრამაში ეს მედიკამენტები გამოიყენოს. ბუნებრივია, რომ ამის მიზეზი არის არა ის, რომ ვინმეს ან ფული ენანება ბავშვისთვის, ძვირიანი წამალია კი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამ თანხა არ არის გადამწყვეტი იგივე ევროპული სახელმწიფოებისთვის, ისე როგორც ჩვენთვის. არა გადამწყვეტი. გაიხსენეთ ისე კობახიძის ეს თაობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე. ესაა მთელი ამბავი. მთელი ეს რო გვატყუებდნენ, უამრავი რაღაც მოიგონეს, სიუჟეტები აკეთეს, ეცადეს რომ მშობლები და ბავშვებიც კი გაეშავებინათ და საბოლოო ჯამში მოუწიათ იმის აღიარება, რომ მთავარი ამბავი არის ფული. უნდა რომ თვითონ დარჩეთ, რაც შეიძლება მეტი თანხა და ხა გამოდიან და ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ხალხის ფულია და ხალხის ფულს როგორ მისცემენ ბავშვებს რო გადარჩნენ. ამ დროს მილიონები და მილიარდები აქვთ არაფერში გადაყრილი და ნაჭამი.